ერთხელ მერაბ მამარდაშვილს კითხეს, რითი იწყება ადამიანი, რასაც მან უპასუხა, გარდაცვლილის დატირებით. აქ იგულისხმება გარდაცვლილი როგორიღაცა და წარმოდგენილი საკუთარი თავის, გარდაცვლილი ოცნებების, გარდაცვლილი მოლოდინების ყოვლისშემძლეობასა და განდიდებაზე. შინაგან კონფლიქტში, საკუთარი შეუსაბამობით გამოწვეულ დაძაბულობაში, უარყოფის შიშში, შერცხვენაში, ისევ და ისევ განდიდებაში, საკუთარი თავის უცოდინრობაში, უბრალო ადამიანური ტკივილი იმალება. სწორედ ამ დატირების შემდეგ ჩნდება ადამიანის ნამდვილი არსი, ოდესღაც მიჩქმალული და ხმაჩამორთმეული, სირცხვილის სქელფენა გადაფარებული. არსთან კონტაქტის მეშვეობით კი შეგრძნებებით და კმაყოფილებით სავსე სიცოცხლე იბადება.